ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილ საწვავთან დაკავშირებით უპასუხო კითხვები გროვდება. დაზუსტებით ისიც არაა ცნობილი, შეწყდა თუ არა რეგიონში ბენზინის მიწოდება. კომპანია სოლიდუსის მფლობელი გიორგი არველაძე ბიზნეს პრეს ნიუსთან საუბრისას ირწმუნება, რომ მის მიერ აფხაზეთში შეტანილი საწვავი სრულად გალში დარჩა. ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა. ეს რომ არ შეგვეტანა 20 ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40,000 ქართველი გადმოსვლა ზუგდიდში. ეს იყო ბენზინი და არა დიზელი. 300 ტონა ბენზინი და გალისიკით არ გასულა. თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ. სურვილი სულ არის, რომ რაღაცეები გაკეთდეს, მაგრამ თუ ახლა ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა მერე არაფერი. გიორგი არველაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულ წინააღმდეგობაშია აფხაზურ წყაროებსა და ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებთან. ხალხი წერს, რომ გალში ბენზინი არავის უნახავს და ის რუსეთში გავიდა. თუ ბენზინი შემოვიდა საქართველოდან და არ დარჩა გალსა და სოხუმში, ესე იგი ის გადაყიდეს რუსეთში ფასთა სხვაობის გამო. უბრალო მათემატიკა და ბიზნესია. ყველანაირი საუბარი გალში ქართული ბენზინის შესახებ არის ფეიკი. რაიონში არც ერთი ბენზინ გასამართი სადგური არ ყიდის, ავზები ყველას ცარიელი აქვს, დეფიციტი გრძელდება. გალის ბენზინ გასამართ სადგურებზე როგორც არ იყო ბენზინი, ისევე არ არის ახლაც. თუ ბენზინმზიდებმა მაინც შემოიტანეს საწვავი, ისინი მალევე გადაგზავნეს უფრო შორს. ადგილობრივებს ეს საწვავი არ უნახავთ. ბენზინი საქართველოდან გალში არ შესულა. თუ რაიმე მანქანამ გაიარა ადგილობრივ ბენზინ გასამართ სადგურებამდე არაფერი მიუტანიათ. ყველაფერი ტრანზიტით გავიდა პირდაპირ რუსეთის ფედერაციისკენ. რუსეთი თავისი ბენზინი და ისიც აქვს. ასე ფიქრობენ ოცნებაში, თუმცა რეალურად უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უდიდესი ზიანი მიაყენეს, რის გამოც ქვეყანაში საწვავის მწვავე დეფიციტია, რაც მის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ ანკლავებზეც გავრცელდა. ოცნებაში სეპარატისტების დახმარებას ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერად ფუთავენ და ირწმუნებიან, რომ ბენზინი აფხაზეთში დარჩა. როგორ შეიძლება არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ამე გარანტია ჯერ მიიღო და მერე ის დაიჯერო. აბა რა გავაკეთოთ, ის ხალხი შიმშილისთვის გავწიროთ და უთხრათ, რომ ვინაიდან ეხლა თქვენ ბოლომდე ვერ გაკონტროლებთ, თავში გვაგიხლიათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიულიანობა და მოვახერხოთ აფხაზებთან თანაცხოვრება. ოკუპირებულ აფხაზეთში კი საწვავის კრიზისი ისევ გრძელდება. ბენზინგასამართ სადგურებთან ადგილობრივებს საათების გატარება უწევთ. რუსი ტურისტები კი უკმაყოფილებას არ მალავენ, რომ მოქალაქეები საკუთარი ჭურჭლით მიდიან და იმაზე მეტი საწვავი მიაქვთ, ვიდრე მათ ავზებში ეტევა. Люди 5 час стоят на заправке. ადამიანები 5 საათია რიგში დგანან არა და უკვე მესამე ბოდონს ავსებენ საწვავით. არ ვიცი ამდენი საწვავი რომელი მანქანისთვის უნდათ. მილიციას რომელიც ადგილზე დგას და პატრულირებს თავად მიაქვს 5 ლიტრიანები შესავსებად. ყველაფერი ძალიან კარგადაა, ესა აფხაზური ბენზინ გასამართი სადგური ბზიფზე. ოცნების ოპონენტები საწვავთან დაკავშირებულ ოპერაციას ბიძინა ივანიშვილის ავანტურას უწოდებენ და ამბობენ, რომ კამპანია სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. მაშინ როდესაც ეს პრობლემებია, ხო იმის იზრდება, რომ ამ ბენზინს მიიღებს მაგალითად გალში ის მოსახლეობა, რომელიც აპარტეიდის პირობებში ცხოვრობს. ну გასაგებია რომ აფხაზურ აი საოკუპაციო უკვე ნაწილში გადადის ხო აფხაზეთის ნაწილზე საოკუპაციო ნაწილი რომ საოკუპაციო ოკუპირებული არის დღესდღეობით ხო იმ ნაწილზე გადადის საქმე იქ ხა ქართულების დახმარება არის ძალიან ну არ ვიცი ხო ის შეერა ამის ხო ამიტომ ამ შემთხვევაში არის არა კონკრეტული რაღაც ბიზნესის პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ივანიშვილზე მის რეჟიმზე და მის პასუხისმგებლობაზე საუბარი ბოლო დღეების მანძილზე ჩანდაგიდებას როგორ მაქსიმალურად ცდილობდა ივანიშვილის რეჟიმი ამ პოლიტიკის გამართლებას ამიტომაც ჩვენ სწორად უნდა მივმართოთ ის რეჟიმი ამაზე ცალსახად ხელს ითხოვს მთელი ქართული ოცნების ვერტიკალი ამასთან ერთად ეს არის უბრალოდ უბინძურესი აქტი ამის გაყიდვა რომ თითქოს აფხაზებისთვის ჩვენი ძმებისთვის და დებისთვის ხდება ამის მოხმარება მე უბრალოდ მოგიწოდებ ღია საინფორმაციო საშუალებებზე შეხვიდეთ და იხილოთ ეგრეთ წოდებული მინისტრის ენერგეტიკის განცხადება ვიღაც ჯამბაზი რომელიც საქართველოსთან შეტანილ საწვავს ალტერნატიული გზიდან შეტანილს ეძახის მადლიერების ნულოვანი გზნობა ეს არის ალტერნატიული გზით კიდევ ერთხელ გვერდით ავლა სანქციებისთვის და რუსეთისთვის ისეთი პროდუქციის მიწოდება რომელიც უჭირს ეს არის ჩვენი მტრის დახმარება აფხაზეთის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ციხიდან განცხადებას ავრცელებს მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს რომ მიმდინარეობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გეგმის აღსრულება და საზოგადოებას მოუწოდებს ივანიშვილისა და კრემლის გეგმას წინ აღვიდგნენ
ჩემი ინფორმაციით რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი. ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ, მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება და ასევე ორი ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და ცხინვალის ეგრეთ წოდებულ მთავრობებთან, მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით. ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს. რუსეთის მხრიდან ამას კურირებს სერგეი კარიენკო. ქართული საგარეო საერთოდ არ არის პროცესში ჩართული. ივანიშვილი თვლის, რომ სწორედ ახლა არის მოსახერხებელი მომენტი ამ საბოლოო ღალატის და ჩაბარების დოკუმენტის ხელმოსაწერად. უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად. ახლა რუსები ჩქარობენ საქართველოს გადაფორმებას. ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი. ახლა თუ ვიქნებით პასიური, დღევანდელი თაობები ძალიან სამარცხვინოდ დაამახსოვრდება ისტორიას. ფაქტი ერთია, აფხაზეთის საწვავით მომარაგება სეპარატისტული მთავრობისთვის მძიმე პრობლემების მოგვარებას ნიშნავს. თუმცა მიუხედავად საწვავის მიწოდებისა, რეგიონში დეფიციტი არ გამქრალა. ამიტომ ჰუმანიტარული დახმარების ვერსია სულ უფრო ნაკლებად გავს რეალობას და უფრო მეტად საქართველოს ხარჯზე რუსეთის პრობლემების მოგვარებას ემსგავსება.